რისკებს ქმნის დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი და რატომ არის აუცილებელი მთავრობისთვის ერთწლიანი შეზღუდვის დაწესება. თემაზე ეკონომისტური სტუმარია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია. ბატონო ირაკლი, მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ბატონო ირაკლი, აღნიშნული ცვლილებები თქვენი სააგენტოს მიერ არის მომზადებული. კონკრეტულად რა იცვლება მიწის რეგისტრაციის დღეს არსებულ წესში და რას გულისხმობს აღნიშნული კანონპროექტი? მოგახსენებთ, როგორც ცნობილია, მიმდინარეობს სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნულიდან გამომდინარე, უკვე ინვენტარიზებულია დაახლოებით 250.000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 7.000 ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ინვენტარიზაციის პროექტის მთავარი მიზანი არის სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება, რომელიც წლების განმავლობაში არის დაურეგისტრირებელი. ეს ემსახურება რამდენიმე მიზანს, მოწესრიგდეს საკადასტრო მონაცემები და საკადასტრო ბაზა და გაირკვეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება და გაიმიზნოს ის, რა თქმა უნდა, კერძო საკუთრებაში არსებული ქონებისგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთი არის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციას დაქვემდებარებული, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად ამისა, მაინც დარეგისტრირდეს გარკვეული შეზღუდვით, არანაკლებ 1 წლის ვადით და აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, თუ დადასტურდება 100%-ით გამოირიცხება, რომ კერძო საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი შეიძლება არსებობდეს ამ მიწის ნაკვეთზე, შემდგომ ის ჩაეშვება ეკონომიკურ ბრუნვაში. ეს შეეხება ინვენტარიზაციის პროექტის ფარგლებში აღმოჩენილ მიწის ნაკვეთებს. ბატონო ირაკლი, როგორც გუშინ ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, კანონპროექტი ერთწლიან შეზღუდვას აწესებს მთავრობისთვის მიწების რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით. რატომ არის აუცილებელი ერთწლიანი შეზღუდვის დაწესება მიწის რეგისტრაცია განკარგვაზე, რის პრევენციას ახდენს მთავრობა ამ შეზღუდვით? დიახ, ბატონო მინისტრმა იქვე განმარტა, რომ არანაკლებ 1 წელი არის, თუმცა ამ 1 წლის გასვლის შემდგომაც ავტომატურად არ უქმდება, გაუქმება შესაძლებელი იქნება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე და ეს განხორციელდება მას შემდგომ, რაც დადასტურდება, როგორც ზემოთ აღვნიშნე, 100%-ით, რომ მის ნაკვეთი არის სახელმწიფო საკუთრება და არ ექვემდებარება კერძო საკუთრებად რეგისტრაციას. ერთწლიანი ვადა არის აღებული იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროცესი, ინვენტარიზაციის პროცესი სრულდება 1 წლის ვადაში და აქედან გამომდინარე მიჩნეული იქნა არანაკლებ, სულ მცირე 1 წელი აღნიშნული პროცესის განსახორციელებად. და ბატონო ირაკლი, რომელ მიწებს შეეხება ეს ცვლილება? ეს იქნება მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები თუ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების? ეს შეეხება როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებს, ანუ ნებისმიერ უძრავ ქონებას, რომელიც სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციას ექვემდებარება. გასაგებია, ვიცით, რომ მთავრობა მუშაობს მიწის ფონდის შექმნაზე, რომლის გარეშე შეუძლებელია ნებისმიერი ეკონომიკური აქტივობის განხორციელება და ინვესტორის მოზიდვა. ხომ არ გამოიწვევს დაწესებული შეზღუდვა იმას, რომ შესაძლო ინვესტორის ადგილობრივი იქნება ის თუ უცხოელი, გამოჩენის შემთხვევაში ამ ინვესტორის ინტერესი ვერ დაკმაყოფილდეს? არ გამოიწვევს, რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს მიწის ნაკვეთები, რომლებზეც სახელმწიფო საკუთრების უფლება სასახად დგინდება და მასზე ეს შეზღუდვის რეგისტრაციის საჭიროება არ არსებობს. ეს შეეხება მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც არსებობს რაღაც მცირე ეჭვიც იმისი, რომ შესაძლებელია კერძო საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არსებობდეს. ვინაიდან, როგორც მოგეხსენებათ, დაურეგისტრირებელია საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 60%. და აქედან გამომდინარე, ვინაიდან დოკუმენტაცია არ არის წარდგენილი მარეგისტრირებელ ორგანოში, შესაძლოა ის საკუთრების მესაკუთრემ წარადგინოს ნებისმიერ მომენტში. ბატონო ირაკლი, რომ ავუხსნათ მაყურებელს, რა საფრთხები არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მიწას არ დაირეგისტრირებენ და რა ვადებში უნდა მოასწრონ მათ ამის გაკეთება, ანუ როდიდან ამოქმედდება კანონი? რა თქმა უნდა, არანაირ საფრთხეს არ შეიცავს. კანონი ამოქმედდება მაშინ, როდესაც პარლამენტი მიიღებს და გადაეგზავნება პრეზიდენტის ხელმოსაწერად. ვითხოვთ ამას განხორციელდეს მოკლე ვადაში და საფრთხეებს რაც შეეხება, არანაირ საფრთხეს არ წარმოშობს. გამომდინარე იქიდან, რომ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე კერძო მესაკუთრე შეუძლია ნებისმიერ დროს დაარეგისტრიროს თავის საკუთრების უფლება. გასაგებია, მიწების რეგისტრაცია აღრიცხვა საკმაოდ ძველი პრობლემაა, ამასთან წინა ხელისუფლების პირობებში მიწების უსამართლო მითვისების მრავალი შემთხვევა ჰქონდა, როდესაც მიწის მფლობელად სახელდებოდა პირი, ვინც სწრაფად მოახდენდა მიწის საკუთრების ელექტრონულ რეგისტრაციას. ხომ არ გამოიწვევს ახალი კანონი იმას, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც დღესაც დაობენ მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით, დაზარალდნენ და საბოლოოდ დაკარგონ მიწის დაბრუნების შესაძლებლობა? არც ერთ შემთხვევაში არ გამოიწვევს, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც თქვი კიდევ ერთხელ გამეორდები, საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობა ნიშნავს, რომ მათ შეეძლებათ ნებისმიერ დროს დაირეგისტრიროს თავის საკუთრების უფლება. ბატონო ირაკლი, და რა იქნება 1 წლის შემდეგ, თუ ვერ მოესწრო რეგისტრაცია, როგორ იქნება დაცული კერძო მესაკუთრება?
ეს შეზღუდვა ეხე იქნება არანაკლებ ერთწლიანი, თუმცა 1 წლის გასვლის შემდგომ არ უქმდება ავტომატურად და პროცესის შესაძლებლობა გადაიხედოს, აღნიშნულება და გაგრძელდეს, მაგრამ გაგრძელების საჭიროებაც არ იქნება გამომდინარეიდან, რომ ჩვენ არ ვამბობთ, რომ 1 წლის გასვლის შემდგომ ავტომატურად გაუქმდეს. მათ შემდეგ რაც დადგინდება პროცესი აჩვენებს მიმდინარეობას, რამდენი დარეგისტრირდება, კერძო საკუთრების მიმართულებითაც გაკონტროლდება, რამდენი კერძო საკუთრება დარეგისტრირდება და აქედან გამომდინარე იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ძალიან დიდი მადლობა ირაკლი შენგელია, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე იყო ეკონომეტრის დღევანდელი სტუმარი.